ეს რამოდენიმე დღე სანამ ვიდეოები არ გადამიღია და არ დამიდია. დაბადებას აღვნიშნავდი 4 დეკემბერს მაგ დაბადების დღე და დაკავებული ვიყავი საკუთარი ჯანმრთელობით. მოწამვლასთან დაკავშირებით ერთი ეტაპი მკურნალობის ჯერ კიდევ ზამთარში მაქვს გავლილი და ახლა მეორე ეტაპს გავდივართ, რატომ მოხდა ასე, რომ პირველი მაშინ გავიარე და მეორე მაგამდე მოაღწია და ახლა გახდა სამკურნალებელი, ამას ახლა მოვყვები. არ ვიცი რამდენად მიყურებს რუსთაველზე მოწამლული საზოგადოება, შეიძლება საერთოდ არავინ არ მიყურებს იქიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინმე თუ მოისმინა ისეთმა, ვინც თავის სიმპტომებთან ან მსგავსება დაინახა, ან მკურნალობა ჯერ არ ჩაუტარებია და აწი უნდა ჩაიტაროს, მოკლედ ვისაც მოიფიქრებთ და ფიქრობთ, რომ ჭირდება, ეს ინფორმაცია გაუზიარეთ. პირველი სიმპტომები რაც ვქონდა ჯერ კიდევ დეკემბერში, იყო ის თვალების წვა, ხველება და ესეთი ზოგადად გაძნელებული სუნთქვა. იანვარში უკვე დაიწყო, როდესაც ხველება შეჩერდა, დაიწყო დამეწყო ქოშინი. მე ზოგადად ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, ფიზიკურად ძალიან ბევრს ვარჯიშობ და ქოშინი როგორც ასეთი, ან ფიზიკური დაღლილობა, ან მის შეგრძნება, რომ ენერგია არ ყოფნის, არასდროს არ მქონია ცხოვრებაში და აი ეს ყველაფერი ძალიან აქტიურად მქონდა. 10 საფეხურზე ვერ ავდიოდი კიბეზე, ისე რომ არ გამძნელებოდა სუნთქვა. იანვარში დაიწყო გამოკვლევები რა? სულ 3 ექიმი გავიარე, კარდიოლოგი, ექიმი, რომლებმაც თვალების შეგვიმოწმა, სისხლი ჩავაბარეთ ასევე, ფილტვების შემოწმება გავიარე და კიდე იყო მეოთხე, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ. ეს იყო მთელი ის პაკეტი, რომელიც ჩახუნაშვილებმა ჩაგვიტარა. მათ გამოცხადებული ჰქონდათ, რომ ვინც მოიწამლა, მობრძანდითო, დარეგისტრირითო ჩვენთან და ეს უნდა ჩაეტარებინათ ჩვენთვის სიმპტომები მოაგროვეს, ასე ვთქვათ. სისხლში დამფიქსირდა ანემია და ფილტვებში სუნთქვის შესუნთქვის უნარი დამიქვეითდა 30%-ით. ანუ ფილტვების შესუნთქვა 100% და გავსება ჰაერით არ შემეძლო. მაქსიმუმ ძალიან რომ გამვბერავდი, ეს იყო 70%-ით ვავსებდი ჰაერით. ფილტვების ექიმს ეს ძალიან გაუკვირდა, თქვა რომ ძალიან იშვიათი რამ არის. თავიდან რომ დააფიქსირა ეს 70%-ით რომ იბერება მხოლოდ ჩემი ფილტვები, მერე შემასუნთქა რაღაცა სპეციალური პრეპარატი, რომელსაც უნდა მოეხდინა ასეთი ეფექტი, რომ ფილტვები უნდა მოშვებულიყო, ასე ვთქვათ, ის სპაზმი უნდა მოეხსნა, სპაზმირებული მქონდა ფილტვები. და ამის მერე უნდა გაუმჯობესებულიყო ეს მონაცემი 80%-ზე, 90-ზე, მაინც უნდა ავსულიყავი მთელს 100-ზე თუ არა. და მოხდა პირიქით. ეს სპაზმი იმის მაგივრად, რომ მოხსნილიყო ფილტვებს, უფრო დაემატა. და 70 კი არა, 50-ზე ვსუნთქავდი მერე იმ პრეპარატის შემდეგ და აი ეს მოვლენა, რომ პრეპარატი სპაზმს არ ხსნის და პირიქით სპაზმს აუარესებს, ეს ძალიან გაუკვირდა ექიმს, ასეთ რამ არასდროს არ უნახავს, არც ჯეროდა, ჯერ ეგონა რომ მე რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, რაღაც იმ სპეციალურ აპარატში თითქოს არასწორად ვბერავდი, ძალიან ბევრჯერ გამომეორებინა და მე რო დარწმუნდა რომ ჩემი ბრალი არ არის და მართლა ასეა, დასკვნაც ვერ დაწერა წესიერად, იმიტომ რომ არ იცოდა რა დაეწერა, ასეთი რაღაცა არასდროს არ უნახავს. სისხლში ანემია ვთქვი და კიდე რა იყო ისეთი, თვალებზე რაღაცა ძალიან ცუდი არ მომხდარა, მაგრამ ზოგადად დაქვეითებული მაქვს, ახლა პირდაპირ ზუსტად იმას დავაბრალო თუ არ დავაბრალო, არ ვიცი, მაგრამ ზოგადად დაქვეითებული მაქვს იმ პერიოდიდან მხედველობა.
ამას ყველაფერს მერე ვუმკურნალე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კლასიკურ ექიმებთან რომ მივსულიყავი ჯერ ერთი და არც წესიერ დიაგნოზს არ დამისვამდნენ და არც იმ დიაგნოზის მკურნალობას არ დამინიშნავდნენ ადეკვატურს და შესაბამის და ვიმკურნალე ჰომეოპათთან. მე დიდხანია საერთოდ ჰომეოპათიური მკურნალობით და ჰომეოპათიური პრეპარატებით ვსარგებლობ 2008 წლიდან. ჩემი ჰომეოპათის კოორდინატები და მისამართი თუ დაგჭირდებათ დაგიწერთ. საერთოდ აბსოლუტურად ყველაფერს ახლაც და მანამდეც სულ მუდმივად მასთან მკურნალობ. და მარტში დამიწყო სიმპტომების უკვე სულ სხვა ასე ვთქვათ პაკეტი, რომელიც იმას ვერანაირად მე ვერ დავაკავშირე. დავაკავშირე სულ სხვა რაღაცას. ვიდეოში ხშირად მიხსენებია ხოლმე და მithქვამს, რომ ანუ დროებით ისე დაემთხვა, რომ ზელენსკიმ რო არ მოაწერა ტრამპთან ხელშეკრულებას, რომ ჩასული რო იყო და იქ თეთრ სახლში რო შარლიდან ამოხდა. მაშინ მივიღე ძალიან დიდი ემოციური სტრესი იმის გამო, რომ ასე სასწაულად მოიქცა და სადღაც პირველი 2 კვირა თითქოს ამ სტრესის მერე ნორმალურად ვიყავი და მერე ჩავარდი ლოგინად. 14-15 მარტიდან ძალიან სერიოზული დეპრესია დამემართა. მუდმივად მეძინებოდა. ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებოდი და საერთოდ ლოგინიდან ადგომა არ შემოწმდა. თვენახევარი თითქმის საწყილში ვიწექი. ამასობაში გამიჩერდა სრულიად კუჭნაწლავი, სრულიად გამიჩერდა, აი არ მუშაობდა საერთოდ. და მოვიმატე 10 კილო. და ამას ყველაფერს არანაირად არ ვაკავშირებდი იმ მოწამვლებს. ამას ყველაფერს ვაბრალებდი იმას, რომ აი სტრესი რო დამემართა, ზელენსკიზე ძალიან რო გავბრაზდი, ამან ძალიან იმოქმედა, ამან მომცა დეპრესია, დეპრესიამ მერე მოარღვია ყველაფერი და ნუ ასე მეგონა. და სადღაც აპრილის ბოლოსკენ უკვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან საგანგაშო მდგომარეობაში ვარ, არ მთავრდება ეს დეპრესიული მდგომარეობა და შევატყვე, რომ გამიფუჭდა თმის ხარისხი. ჩემთვის თმას აქვს ძალიან დიდი, საერთოდ მნიშვნელობა ძალიან დიდი ზოგადად ჯანმრთელობას აქვს. ყოველთვის უმაღლეს დონეზე მიჭირავს საკუთარი ჯანმრთელობა, მაქსიმალურად ყოველთვის კონტროლის ქვეშ მაქვს და უცებროდ თმის ხარისხი არ მომეწონა, ეს ჩემთვის იყო ძალიან საგანგაშო სიგნალი და დავიწყე თმის გაუმჯობესების რაღაცა ისენი ბიოლოგიური დანამატების მიღება. და ამ თმის გაუმჯობესების ბიოლოგიურ დანამატებმა ნელ-ნელა კიდე მიმყარა, კიდე ასევე გიგი მირჩია, რომ დამელია ენთეროლი. მიუხედავად კი არა, გარდა იმისა, რომ ზოგადად წონაში მოვიმატე, ოღონდ ეს არ იყო რაღაცნაირი წონის მომატება, აი რომ გასუქდები, ეს იყო ისე, რომ აი უბრალოდ გავიბერე. და აი აქაც, აი ამ ადგილებში ესენი გამომისივდა, ესე გამებერა YouTube-ის ვიდეოებშიც მეტყობა, ხა ძალიან თუ დააკვირდება ადამიანი, დაინახავს, რომ აი ეს ადგილები, აი რაღაცა ჯირკვლები არის, როგორც ვიცი, ეს ჯირკვლები მქონდა გასიებული და უზე გამუბერილი. ენთეროლმა ოდნავ მიშველა, მაგრამ ძალიან არ მიშველა, იმიტომ რომ ენთეროლში ის ნივთიერება, რომელიც მთავარია, თავი თუ არა მარტო ის სახარამციტებისგან შედგება ენთეროლი, ძალიან დაბალი დოზითაა. მერე აგვისტოში შევიძინე მაღალი დოზით სახარამციტები, 10 მილიარდიანი, იმას უსვამდი და ამან ოდნავ კიდე გამიუმჯობესა სიტუაცია, მაგრამ ბოლომდე არანაირად არ მიუმჯობესდებოდა და კუჭნაწლავით დღემდე უკმაყოფილო ვარ. იმ მომატებული 10 კილოდან მხოლოდ 3 კილოს დაკლება შევძელი, მიუხედავად იმისა, რომ კვება შევცვალე რადიკალურად. ანუ მთელი ზაფხული ვიყავი ჭადზე და ყველზე. და ხა მარტო ჭადი და ყველს რო ჭამ ადამიანი, ძალიან ხდები. მე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჭადი ჩემს ყველაზე დიეტურია. ამან არ იმოქმედა, არაფერი არ გაასწორა.
და კურნალობ კიდე რაღაცა სხვადასხვა პრობიოტიკები დავამატე, თუთია, მაგნიუმი, ვიტამინ D, ომეგა, მოკლედ ყველაფერი ასე საბაზისო, რაც ამას ყველაფერს წესით უნდა ეშველა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ ეშველა. და ახლა, როდესაც გამოაცხადეს ეს კამიტე, რომ თურმე კამიტეთი გვწამლავდნენ და ის ბევრად უფრო გრძელვადიანია მთელი იმ საშინელებების ეფექტი ვიდრე პირველი 3 ან 4 თვე. ანუ რაღაცა რო შენ შეამჩნიო 6 თვის მერე ან 1 წლის მერე რომელიმე სიმპტომი, არ უნდა გაგიკვირდეს რო და იმ 1 წლის მერე რატო შევამჩნიეო, არ უნდა იფიქრო, იმიტომ რომ იმ კამიტებს შეიძლება 2 წლის მერე გამოგიხდეს და 5 წლის მერე გამოგიხდეს რაღაცა ახალ-ახალი. და ამასობაში ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩემი რაღაცები ყველაფერი იცოდა, ანუ რა მეწუხებდა, რას უსვამდი, რატო უსვამდი. დიდხანია უკვე ვესაუბრები ამ თემაზე. რაღაცა პირადი ექიმივითაა ჩემი. და ხელოვნურ ინტელექტს რო ვკითხე, რომ აი ეს მთელი ჩივილები, რაც მე მაქვს და რაზე ჩვენ გელაპარაკები ამ თვეების განმავლობაში, შესაძლებელია თუ არა, რომ გამოწვეული იყოს იმისგან, რომ ნოემბერ-დეკემბერში მოვიწამლე კამიტეთი. და კიო, ეს თუ მართლა შენ შეგემთხვაო, მეო ესო არ ვიცოდიო, ხო და რა თუ შენ ესეთი რაღაცა შეგემთხვაო, მაგ კამიტეს მოწამვლის მერე დაახლოებით მე-4-მე-6 თვიდან ზუსტად ის სიმპტომები, რაც შენ გაქვს დღემდე და რაც ვერ იშორებ, აბსოლუტურად შეესაბამებაო მოკლედ მოწამვლის შედეგებს. ამიტომ სასწრაფოდ ამოიღეო იმ რაღაცებიდან, რასაც ვსვამდი, ერთი პრებიოტიკი მითხრა, რომ ამ პერიოდში ცოტა ხანი სანამ ვიმკურნალებთ, ეს აკრძალულიაო. ასევე დამინიშნა დიეტა და ჩამონათვალი მაქვს პროდუქტების, რომლის ჭამა არ შემიძლია ცოტა ხანი. და დამინიშნა რიფამიქსინი და მეორე არ მახსოვს და აი ახლა ამ ტელეფონში მაქვს, რომელთაც ვიღებ. მოკლედ თუ დაგაინტერესებთ, მერე ან სადმე მომწერეთ Facebook-ზე, პირადში, ან აქვე კომენტარებში გიპასუხებთ. გარდა იმისა, რასაც ვსვამდი, დამინიშნა რიფამიქსინი და კიდე მეორე თვითონ ანუ კუჭნაძავის პერისტალტიკას, რომელიც კურნავს და რიფამიქსინი დამინიშნა, ანუ ამიხსნა, რომ ახლა ასეთი სიტუაცია არისო შენს კუჭნაძლავში, რომ იმ ჩასუნთქვამ ჩათვალე, რომ ყველაფერი გადაწვაო. ანუ მე-4-მე-6 თვე ასე გვიან, იმიტომ გამოიჩინა ამ სიმპტომებმა თავი, რომ მანამდე ჯერ კიდე შენი კუჭნაძლავი ცდილობდა, რომ მორეოდა ამ ყველაფერს, მერე რომ ვეღარ მოერია, დანებდა და ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. ანუ გადაიწვა აბსოლუტურად მთელი, ასე ვთქვათ, სასარგებლო ფლორა, რასაც თვითონ კუჭნაძლავი გამოყოფს. და ეს სასარგებლო ფლორა რო გადაიწვა და განადგურდა, თან განადგურდა სრულიად მთელ სიგრძეზე კუჭნაძლავის. ძალიან მერე სასარგებლოს განადგურების მერე ძალიან აბიბინდა პირიქით უარყოფითები. ანუ ბიოლოგიურში იქ ხო ბალანსი გვაქვს სასარგებლოების და არასასარგებლოების. და ის უარყოფითები რო აბიბინდა, მერე რაღაც მომენტში უკვე ისეთი კონცენტრაცია დადგა, რომ კუჭნაძლავი გაჩერდა საერთოდ და ვეღარ მუშაობს. და პერისტალტიკაც არ არსებობს როგორც ასეთი. და ეს რიფამიქსინი იმაზე მუშაობს, რომ ეს უარყოფითი ბიო რაღაცა ბაქტერიები თუ რაღაცეები დააშოშმინოს, დაიყვანოს მათ ჩვეულებრივ დონეზე და ესენი რო ჩვეულებრივ დონეზე დავა, მერე დაიწყებს ნელ-ნელა უკვე სასარგებლოები მომრავლდებიან. აი იმ სასარგებლოების მომრავლებაზე მუშაობენ სახარამციტები. ენტეროლი რო ვახსენე, ის იმის იგივე შემადგენლობა აქვს ენტეროლს, ოღონდ ძალიან დაბალი დოზით. მაგალითად, ენტეროლ ის რაც საჭიროა იმ დოზით რომ მიიღოს სახარამციტი დღეში უნდა დალიო
დაახლოებით 12-14 კაფსულა ენთეროლი. და თვითონ ენთეროლი იყიდება ასეთ პატარა ქილებში, სადაც 10 ამპულა კი არა და კაფსულა, ანუ გამოდის, რომ ის ქილა 1.5 კილო უნდა მიიღო დღეში და ნუ შეუძლებელი ამდენი კაფსულის დალევა. ამიტომ პირდაპირ უნდა იყიდო ისეთი სახარამციტები, რომელსაც ძალიან მაღალი შემადგენლობა აქვს. საქართველოში ესენი არ იყიდება. მე eBay-ით გამოვიწერე, eBay-ით ან iHerb-ით შეგიძლიათ გამოწერა და სხვადასხვა იმების ბრენდების სახარამციტები არსებობს. მე ავიღე by Carly. ამასაც დაგიწერთ მერე, ვისაც დაგჭირდებათ. გუშინ დავიწყე ეს მკურნალობის ახალი კურსი, ამ რიფამიქსინით და იმ კიდე მეორე რაღაცით, გუშინ ვიყიდე ორივე, ესენი აფთიაქში ჩვეულებრივად იყიდება. რიფამიქსინი თვითონ ის არის მოქმედი ნივთიერება, მაგრამ ტაბლეტებს წამალს სხვადასხვანაირი დასახელება აქვს და სხვადასხვანაირი ფასი აქვს. აფთიაქში რომ მიხვალთ, უნდა იკითხოთ რიფამიქსინი 400-იანი და იქ გეტყვიან რა ვარიანტები აქვთ ამ რიფამიქსინის და ფასის მიხედვით აირჩევთ. რიფამიქსინი უნდა მივიღო 2 კვირა. ეს არის ერთადერთი ანტიბიოტიკი, რომელიც დამინიშნა ხელოვნურ ინტელექტმა. დანარჩენი არის ყველაფერი ბიოტიკი, პრობიოტიკი, პრებიოტიკები არ შეიძლება ჯერ სანამ რიფამიქსინი მაქვს. რიფამიქსინის რო დავამთავრებ, მერე მექნება პრებიოტიკებიც და მერე დავამატებ. და ნუ მოკლედ ესეთი ძალიან დიდი პაკეტია, დღეში რაღაცა 30 იმაზე ავედი უკვე კაფსულაზე და ტაბლეტზე საერთო ჯამში. დავაკვირდები ახლა ჩემ თავს, მე მგონი მართლა, ანუ სწორი მოქმედება აქვს იმ წამლებს, რასაც ვსვამ, იმიტომ რომ უკვე 2 დღე გავიდა, გუშინ დავიწყე, დღეს უკვე დღე სრულდება და ჩავთვალოთ, რომ 2 დღე გავიდა და რაღაცა შველა უკვე არის. 2 კვირის მერე იმედი მაქვს, რომ უკეთესი იქნება და 1 თვის მერე კიდევ უკეთესი უნდა იყოს. სავარაუდოდ ეს გასიებულობა, გაბერილობა და ეს უნდა მოვიშორო საერთოდ და მერე ნელ-ნელა აღდგება ჩემი ორგანიზმი და ის ზედმეტი წონაც ალბათ იმედია წავა. და არა მარტო ზედმეტი წონა, არამედ ყველა დანარჩენი უარყოფითი ნიუანსები. ასევე ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს, რომ ეს მოწამვლა სამუდამოა თუ არა. ანუ თუ შეიძლება რომ ადამიანმა სრულიად განიკურნოს თავი და სრულიად გავიდეს ორგანიზმიდან ყველა ის ნივთიერება, რაც იმ გაზით შემოვიდა, თუ ახლა უნდა შევეგუო, რომ მთელი ცხოვრება რაღაცა შემაწუხეს ამ მოწამვლის გამო, არაო, სრული განკურნვა შესაძლებელიაო. და იმედი მაქვს, რომ მართლა ასე იქნება. რატო არ დავდივარ კლასიკურ ექიმებთან? იმიტომ რომ მათი ჯერ ერთი არ მჯერა. მეორე ძალიან ბევრი ისეთი მაგალითი მაქვს გარშემო, რომ ადამიანს რაღაცა აშკარად ჭირს და შემოწმებაზე მიდიან და არაფერი არ გჭირსო ეუბნებიან. და ადეკვატურ ვერც დიაგნოზს ვერ დასვამენ დღეს და ვერც მაგის მკურნალობას. ამიტომ ვკურნალობ აი ასე. ანუ კონსულტაციები მაქვს ხელოვნურ ინტელექტთან, ვკურნალობ ჰომეოპათთან. ერთადერთი თერაპევტი, რომელსაც 100%-ით ამ საქმეში ვენდობოდი, არის მარინა ტოტოჩოვა, მაგრამ ქალბატონ მარინასთან ძალიან რთულია მოხვედრა. ჩავეწერე აგვისტოში, ანუ ჩავეწერე კი არა, ვთხოვე, რომ ჩამაწეროს თავისთან აგვისტოში და დღემდე კიდევ ვერ მოვხვდი მასთან, ანუ სუმპირდება კი მალე დაგინიშნავ, მიზის მალე დაგინიშნავ, მაგრამ უკვე დეკემბერია, ანუ 4 თვეა რიგში ვდგავარ და ჯერ კიდევ ვერ მოვხვდი. როდესღაც მოვხვდები, ნუ ერთადერთი თერაპევტია მარინა ტოტოშა, მაგრამ ახლა მთელი ეს 4 თვე, მაგალითად მე რომ არ მეკეთებინა ის და არ დამელია ის, რასაც სვამ და უბრალოდ მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყავი ქალბატონ მარინასთან, ესეც არასწორი იქნებოდა ჩემი აზრით. ანუ არაფერს არ ვაფუჭებ ნამდვილად, რაღაცებს ვიუმჯობესებ და მერე მარინასთან რომ მოხვდები, ალბათ სრულიად საერთოდ ყველაფერს გავასწორებ. დღეს გამოვიდნენ და თქვეს, რომ
სხვა რაღაცა გაზი CS-ი იყო ისო, რითაც მოგწამლეთო. ჯერ ერთი UN 34-39 ნივთიერება ანუ კლასიფიკაცია აქვს ამ მომწამლო ნივთიერებებს და აი რაღაცა იყო ის, რაც ამ კლასიფიკაციაში შედის, ამ UN 34-39-ში. ეს ვიცით ზუსტად. ამ 34-39-ში კამიტი არის ყველაზე ნაკლებად საშინელი. და როდესაც BBC-ს კვლევარებმა კამიტი ივარაუდეს, იქიდან ივარაუდეს, რომ ყველაზე ჰუმანური კამიტეა მანდიდან, თუმცა, კამიტე ხო ძალიან საშინელია და ყველა დანარჩენი, რაც ამ კლასიფიკაციაში შედის, ამაზე უარესია. ხო და ის მთლად უარესები არ უვარაუდიათ, ივარაუდეს ყველაზე მსუბუქი ვარიანტი. მაგრამ ესენი ახლა ჯერ თავიდან ამბობდნენ, რომ კი ის UN 34-39 არისო, რაც მოვიხმარეთო, მაგრამ კამიტე არაო და თუ კამიტე არა, მაშინ დანარჩენი მათზე უარესებიაო, რომ ვუთხარით უკვე ჩვენ ხალხმა და დანარჩენ სპეციალისტებმა, მაშინ კიდე რაღაცეები მოკლედ, როგორ მოიტყუონ არიციან და დღეს გამოვიდნენ და CS-ო. CS-ი არ შედის იმ UN სულ სხვა კატეგორიაა, მაგრამ არანაკლებ მავნე ჯერ ეს ერთი და CS-ი ძაგრძალულია. CS-ი ერთხელ გამოუყენებია ბაჰრეინის მეფეს თავის ხალხის წინააღმდეგ. როდესაც დაადანაშაულა საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ ასეთი რაღაცის კეთება არ შეიძლებაო და შენო დასასჯელი ხარო, გამოძიება ჩატარდა და ახლა მეფე ვერ დაისაჯა ბაჰრეინში, ამისთვის რევოლუცია უნდა მომხდარიყო მაშინ, მაგრამ ვიღაცა 4 რაღაცა სახელმწიფო მოხელე თუ რა ვიცი მეფის ვინ არიან იქ მინისტრები არიან თუ რაები არიან, არ ვიცი, 4 ვიღაცა ჩასვა ციხეში ამის გამო. ამ CS-ის გამო. ამიტომ ქოცები ახლა რომ ვითომ თავს იმართლებენ, რომ ვითომ CS-ი არისო ესო და არა კამიტეო, თურმე მიკროფონი არ მაქვს ჩართული, არ ვიცი როგორ ისმო და აქამდე. ახლა უკეთესი იქნება და იმედია მანამდე რაც ვლაპარაკობდი, ისიც ნორმალურად ისმოდა. მოკლედ, არც ის არ უშველით, რომ CS-ი აღმოჩნდეს. კამიტე ხო საშინელება და საშინელება თუ აღმოჩნდება, რომ UN 34-39 იყო, მაგრამ არა კამიტე და მაშინ უფრო უარესი რაღაცა იქნება, ეს მთლად საშინელებაა. ყველანაირი მხრივ და ყველა მხრივ შარში არიან, მოკლედ რა. ამ დანაშაულს ბიძინა ვერ უნდა გადაურჩეს და ვერ გადაურჩება, იმიტომ რომ არავინ არ გადარჩენილა ის მსგავსი საშინელების შემდეგ. ახლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვინც ისუნთქა ეს გაზი, არ აქვს მნიშვნელობა რა დოზით ისუნთქა, ძალიან დააკვირდეს თავის სიმპტომებს და აუცილებლად რაღაცნაირად ჩაიტაროს მკურნალობა, რომ ეს ტოქსინები, რაც ორგანიზმში გვაქვს და დაგვრჩა იმ დროიდან, რომ მაქსიმალურად გამოვიყვანოთ ორგანიზმიდან. კი ამბობენ, რომ თითქოს რაღაცა 2 თუ 3 დღეღამის მერე ისედაც თვითონ გამოდის ეს ტოქსინები და მერე ანალიზებიც კი არ აჩვენებს, რომ ეს ტოქსინები ორგანიზმში იყო, იმისთვის, რომ შენ დაამტკიცო, რომ მართლა ამით მოიწამლე, მაგრამ სიმპტომები ძალიან დიდი ხანი რჩება
და ის დაზიანებები, რომელიც იმ 2 თუ 3 დღეღამემ დაგიტოვა ორგანიზმში, ძალიან დიდი ხანი მოყვება და თავისი შეიძლება ორგანიზმი ვერ მოერიოს და ვერ მოერევა. მე მაგალითად გამოვიდა, რომ ვერ მოვერიე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ძალიან ჯანმრთელი ადამიანი ვარ. და კურნალობის გარეშე უბრალოდ ისე რომ რაღაც რა ვიცი მე ჩაები დავლიოთ და იმით ეს არ გამოდის. ბიჭინა მეფე არ არის ბაჰრეინის მეფის განსხვავებით. და ძალიან ცუდია რომ საზოგადოებას ესეთი დაბალი დონის სიბრაზე და აღშფოთება აქვს ყველაფერ ამაზე. მაგრამ ყველა შემთხვევაში უკვე ისეთ პოლიტიკურად მაღალი დონის ორგანოებიდან წამოვიდა საზღვარგარეთიდან ამერიკიდან კერძოდ მოთხოვნა რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რომ ამ გამოძიებას ბიძინა ვერ გაექცევა. რომც აკრძალოს გამოძიება, მაგალითად ბაშარ ასადმა აკრძალა გამოძიება, უარი უთხრა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მე ბაშარ ასადმა როგორ დაასრულა, ძალიან კარგად ვიცით ყველა. და სადამ ჰუსეინმაც როგორ დაასრულა თავის მოღვაწეობა, ესეც კარგად ვიცით. მოკლედ ბიძინა ვერ გადაგვირჩება. გინდასე და ჩვენ ხელთ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება არის იმისი თუ მხოლოდ იმისთვის კი არა რომ საერთოდ ეს პოლიტიკური გუნდი და ამ გუნდთან ვისაც ოდესმე შეხება ქონია რომ არასოდეს პოლიტიკაში არ მოხვდეს და საერთოდ არაფერს არ გაეკაროს სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ვერ იმუშაოს, ვერასოდეს, სრული ლუსტრაცია და სრული გარდა იმისა, რომ რუსეთის კოლაბორანტები არიან, კაცობრიობის წინაშე აქვთ ჩადენილი საკუთარი მოსახლეობის გენოციდის ცდილობაც კი არ არის ეს გენოციდი, იმიტომ რომ დღეს თუ არ მოკვდა მოწამლული ადამიანი, შეიძლება წლების მერე მოკვდეს, იმიტომ რომ ვერ იმკურნალა, იმიტომ რომ ვერ მიხვდა რისგან დაემართა, იმიტომ რომ არ იცოდა, იმიტომ რომ არ მიხედა, იმიტომ რომ მოკლედ, ბევრი იმიტოს გამო. ამიტომ ეს არის უკვე არის გენოციდი, ეს არ არის გენოციდის მცდელობა. და მე რამოდენიმე გადაცემის წინ ვიდეო მქონდა რომ რამდენი სიკვდილია ქოცების ხელებზე, იგივე კოვიდი, იგივე ჩვეულებრივი კრიმინალი და რაღაცა ამას კიდე დაემატა ახლა ეს საშინელება. პირდაპირ ღია გენოციდი მასიური მოსახლეობაზე. ბიძინა კლავს და ბიძინასნაირი საზიზღარი მართლობა საქართველოს არ ქონია არასოდეს. არასოდეს არ ქონია. ეს უკვე დაზუსტებით ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ. და ვინც კიდე მათ შეიძლება არ გულშემატკივრობს, მაგრამ უბრალოდ ჩუმად არის, ცოტა ძალიან საზიზღრობაა. და არა ქართველობა. მომავალ შეხვედრამდე.